და რუსთავის შემდეგ შეცვლილი გეგმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვე საბჭოს წევრების განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე 17 ივლისამდე ახალი სეზონის დაწყებამდე არც ერთი გადაცემა არ დაიხურება. მათი ინფორმაციით ბორცსა და არხის მენეჯმენტს შორის მოხდა გარკვეული შეთანხმება, ხოლო მენეჯმენტის ახალი გეგმის შესახებ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი. Lepoda გახორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად ურთიერთობებით. ფორმის არსებულ მდგომარეობაზე გადაცემების შემოვა კონკურსით იმ მიმართულებების მიხედვით, რომელიცაც ითვალისწინებს კანონი. Სხადია მოხდება ახალი სეზონისთვის, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყება 10 მარტიდან, დაიწყება კონკურსის პროცედურები და დღეს დაიწყო შენობლობის პროცედურები. მივესალმები ამ ფორმის და სახლის ღონისძიებას, მიმაჩნია რომ ის პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვითარდება დიახ, სწორედაც უნდა იყოს ღია და საზოგადოება უნდა მსჯელობდეს ამ საკითხებზე და არა მხოლოდ სამეურვე საბჭო ან მენეჯმენტი და რამდენიმე ადამიანი, რომელიც შეიძლება საბჭოს ხმას ესწრებოდეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ ამ ღონისძიებას შესაძლებელია სწორედ ბევრი მათ შორის ალტერნატიული აზრის მოსმენა. იყო დეკემბერშივე განსაზღვრული გარკვეული გეგმა თუ როგორ უნდა გამოხდარიყო განვითარება საზოგადოებრივი მაუწყებლის, შესაბამისად უნდა წარმოადგენს მენეჯმენტის საპროგრამო პოლიტიკას დაპყრობამდე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არაფერი და შემდეგ მიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ ვალდებულებებით შევასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იყოს ეფექტური პროექტები, ეფექტიანი მათ შორის. ჩვენ მოვითხოვთ დეტალურად გაწერილ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება ახალი სეზონისთვის მზადება, რა ტიპის აქტივობები იქნება. ჩვენ მოვითხოვთ იმ 4 ძირითადი კრიტერიუმის ჩაშლას, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ჩვენი თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა.